პრიორიტეტს რომელსაც ტკივილი გაუყუროს ჩვენ ხელში ხდებიან ესეთი ადამიანები და ასეთი როგორ გითხრათ მეფეს თუ უხარია ტახტზე ჯდომა იმიტომ რომ გაიქნევს ხელს და რაღაცას შეცვლის ვიღაცების ბედში ჩვენც გვაქვს ესეთი სკიპტრა გვიჭირავს შეგვიძლია ადამიანს ტკივილი მოუხსნათ რატომაც არა ძალიან სასახელოა ესეთი საქმე რო გვაქვს და მოდი გავერკვეთ კიდევ უფრო დეტალურად ამ ფენომენში რაც არის ტკივილი. ტკივილის მენეჯმენტი საერთოდ ეს სიტყვა რატო გაჩნდა ახლა ალერგიის მენეჯმენტი ხო არ იქნება ალერგიის მკურნალობა პნევმონიის მენეჯმენტი ხო არ იქნება პნევმონიასაც მკურნალობა უნდა მენეჯმენტის სიტყვა მიება ამ ფენომენს ტკივილს იმიტომ რომ არ არის მარტო კონკრეტულად ერთი ადამიანს ერთი წამალი გაუკეთე მიიღე შედეგი დამშვიდი ეს არის მთელი სოციალური ფაქტორი რომელიც შეიძლება ერთ ადამიანს მთელი ცხოვრება გაყვეს შეიძლება ერთ ადამიანს ერთხელ მიიღოს ტრავმა, სტრესი, ფსიქოლოგიური შოკი, ასე ვთქვათ და მე მთელი ფსიქოლოგია შეეცვალოს ეს ერთხელ ინდივიდუალურად. მეორე მხრივ შეიძლება წამლებთან დამოკიდებულებაში ჩვენი ანუ ექიმების სამედიცინო სფეროს პოლიტიკის მიხედვით აღმოჩნდეს რომ მთელი საზოგადოება ჩაიძიროს ნარკომანიაში. ან პირიქით მთელი საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელსაც ტკივილი აქვს, დარჩეს მკურნალობის გარეშე. ამიტომ მოიფიქრეს ესე, რომ მოდი ამას დავარქვათ მენეჯმენტი და შევახედოთ ჩვენ თავს ეს ამას როგორც დიდ სოციალურ ფაქტორს, რომელშიც პასუხისმგებლები ჩვენ ვართ ექიმები. რა უფრო მნიშვნელოვანია ჯერ ტკივილის გაყუჩება და მანიპულაციის ჩატარება, სწრაფად ჩატარება თუ ტკივილის გაყუჩება. არაფერი საჩქარო არ არის მანიპულაციის ჩატარებაში, მოდით ჯერ დავალოდოთ ტკივილის გაყუჩებას, თუმცა არაფერს არ ვწევთ, ხო? ქონიათ ეგეთი შემთხვევები. რატომღაც ახლა მე ბოლოს ესეთი დამოკიდებულება მქონდა ტრავმატოლოგები ამბობდნენ, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ანესთეზიოლოგები დავითანხმოთ ტკივილის გაყუჩებაზე და ანესთეზიოლოგები გვეუბნებიან, რა თუნდა ადგილობრივად გააყუჩეთ. მაშინ როცა ჩემი გამოცდილება ესეთია, რომ პირიქით დავდებდი ტრავმატოლოგებს და ქირურგებს, რომ გავაკუჩოთ ტკივილის მიუხედავად. იყო ადგილობრივად გავაკუჩებ, მეტი არ უნდა ერთი წამია. არ არის ერთი წამი, ის ერთი წამი მთელი ცხოვრება მართლობაში უჯდება იმ ადამიანს და ბოლოს სიტყვები, რომ შენ არ გეტკინება და რომ ეტკინება, ის დაარჩება მთელი ცხოვრება და მთელ სამყაროს ეგრე შეხედავს. მე როცა გამიჭირდება მომატყუებელი. ჩვენ ავირჩიეთ პროფესიად ექიმობა შესაბამისად ეს გულშემატკივრობა, თანაგრძნობა, გულისხმიერება, ყურადღებიანობა არის ჩვენი მოვალეობა და არასდროს არ უნდა გამოგჩნდეს. იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არის ჩვენი დროშა, ჩვენი ადგილი და მხოლოდ შემდეგ არის რაღაცა ტაქტიკური წარმატებები, ჩვენი საქმე და პროფესიული მოვალეობა. ხო, აუცილებლად ტკივილთან დამოკიდებულებაში პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის რაღაცა პათოლოგიური პროცესი, რომელიც არ უნდა გამოგჩნდეს მიზეზი. მიზეზი არის რაღაცა დაავადება უნდა არ მოიფხვრას, როგორც პირველწყარო და შემდეგ უნდა ვიფიქროთ ტკივილზე, თუმცა შემდეგზე აქ არ არის აწონდატონაზე. ანუ თუ ჩვენ პაციენტმა მადლიერებით შემოხვედა მას შემდეგ, რაც ტკივილი გაუკუჩეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ საქმე შევასრულებთ, იმიტომ რომ ტკივილის მიზეზი არ უნდა გამოგჩნდეს. ტკივილის მიზეზი არის მთავარი. ხო, თორე ახლა მწვავე თუ გაუკეთეთ მოდს, ბედნიერად მოგირჩენია ავადმყოფი, მაგრამ ამ დროს რაღაცა მეტალები ძლდება და შეიძლება სიკვდილამდე მივიდეს. ანუ სიმპტომია მაინც ტკივილი, შინაარსი არ უნდა გამოგჩნდეს. ესე იგი 1953 წელს ამ ადამიანმა ბატონმა ჯონ ბუნიკამ გამოსცა ესეთი სიტყვები, უყურე management of pain. ჯერ გაუკვირდათ რა უნდა მენეჯმენტს ამ ტკივილთან და ექიმურ საქმესთან. 1960 წელს, ანუ 7 წლის მერე უკვე გაითვალისწინეს ეს და ჩათვალეს როგორც ფენომენი ტკივილის მენეჯმენტი და მერე თანდათან უფრო აქტუალური გახდა ეს საკითხი. ახლა ამას დავუბრუნდები. ესე იგი, თუ კი წამალი არსებობს და ვიცით, რომ არსებობს წამალი, ხო, არსებობს ოპიატები, რომელიც ნებისმიერ ტკივილს გააყუჩებს, ხო, არ გააყუჩებს ერთი ამპულა, გააყუჩებს 5 ამპულა. მაშინ რაღაცზე ვხედავთ და რატო ვართ
პრობლემაში ჩართული, თუკი უებარი წამალი არსებობს. უებარი წამალი არსებობს, მაგრამ ამ უებარ წამალს მოყვება უამრავი გვერდითი ეფექტი, რის გამოც ჩვენ ხელშეკრულები, ანუ როგორ გითხრათ, ხელფეხშეკრულები ასე ვთქვათ, ვართ და თავისუფლად ვერ გავავყენებთ ოპიატებს, ჩვენც საკუთარ თავს ვზღუდავთ, რომ ოპიატები არ გამოვიყენოთ, ხო? თორემ რა თქმა უნდა თანაგზნობა ვარ და გავიქნებთ ხოლმე და ვეტყვით, რომ გავუკეთე 2 ამპულა მორფია. არ ვაკეთებთ ესე. და სულ ამ თავის კონტროლში გადავედით მეორე უკიდურესობაში, არა მარტო ჩვენ ქართველები, არამედ ზოგადად მედიცინა. 30 წლის წინ დაიწყო სასამართლო პროცესები, ბევრი სასამართლო პროცესი მოყვა იმას ამერიკაში, რომ ჩემ პაციენტს, ანუ ჩემ ოჯახის წევრს, მამას, ძმას და შვილს ტკიოდა და არ გაუკუჩეს ექიმებმა საკმარისად. და ესეთ საავადმყოფოები დაჯარიმდნენ ამ სასამართლოებზე წააგეს საავადმყოფოებმა, დაჯარიმდნენ ზოგი $15 მილიონი, ზოგი $1 მილიონი, ზოგი $1.5 მილიონი. აკუთვნდა მე საზოგადოება, სამედიცინო საზოგადოება, როგორ მოვიქცეთ, როგორ დავიცვათ საკუთარი პოზიცია, ჩამოყალიბეს ესეთი ორგანიზაცია, Joint Commission on Accreditation Healthcare Organizations, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, რომელმაც მოინდომა სტანდარტიზაცია. სტანდარტიზაცია, რომ ტკივილს როგორ მიუღებთ ჩვენ ექიმები და როგორ ვიყოთ პირნათელები უკვე არა პაციენტთან, უკვე არა საკუთარ თავთან, არამედ კანონთან, როგორ ვიყოთ პირნათელები, როდესაც ვეტყვით, რომ ჩვენ ამ ადამიანის ტკივილს მოუარეთ. როცა გვეტყვიან, რომ არა, შენ ტკივილისთვის საკმარისად არ მოგივლია, რა არგუმენტი უნდა გქონდეს. და სხვათა შორის ახლა ჩვენი საავადმყოფოები ხო გადიან ამ აკრედიტაციაზე, ზუსტად ეს საავადმყოფოც, უბრალოდ ზუსტად ეს არასამთავრობო ორგანიზაციაც არის აკრედიტაციის ნახეთ, რომ ამან დაიარეს მთელი საავადმყოფოები და მიიღეს აკრედიტაცია. მიანიჭეს აკრედიტაცია. ვინცაც აკრედიტაცია მინიჭებული ჰქონდა, ის პასუხისმგებლობას იღებდა, რომ ჩვენ ტკივილს მოუღებთ. ჩვენ საავადმყოფოებმაც ბევრმა გაიარა, ხო, აკრედიტაცია, ჩემმაც მათ შორის და იქაც არის ჩადებული ის ფაქტორები, რომელზეც შეიძლება გონია, რომ დირექტორის კაბინეტში გაიპარა, მაგრამ იქ ძალიან დეტალურად წერია. ჩვენ ვზრუნველობთ პასუხისმგებლობას ტკივილის გაყუჩებაზე 1 და ასევე მინიმუმ კვირაში 2-ჯერ თუ შეიძლება 3-ჯერ არ მახსოვს სარეანიმაციო პაციენტის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე. აი ახლა მაგას გადავახტეთ. ტკივილი ზოგადად რა არის? ტკივილი მარტო გასაგებია, რომ ცუდი შეგრძნება, ძალიან საჭირო რაღაცა არის. ყოლია პაციენტი 7 წლის, რომელიც ჩემწვალს ხოლმე საოპერაციო ბლოკში გამომიძახეს, როგორც რეანიმატოლოგი რაღაცა რომ უჭირდა და მოკლედ მოვხდა ის ბავშვი და რა იყო, რა შემთხვევა იყო, პოლიტრაუმა იყო საოპერაციოში, რაღაცა ელენთა უნდა ამოეღოთ, თუ მოკლედ ერთ დაიწყეს ოპერაცია და რატო ყვედი, რომ ამ 7 წლის ბავშვს ჰქონდა 1.20-30 უშველებელი შრამი. რატომ? ხან აძვრებოდა, გადმოვარდებოდა, ხან რაღაცას იწვავდა, ხან რაღაცას იჭრიდა, ანუ ტკივილი შეგრძნება არ ჰქონდა და შესაბამისად რაღაცა ესეთი ფენომენი გენეტიკური აბერაცია ჰქონდა, რის გამოც 7 წელს ვერ გადაჭარბა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, იმიტომ რომ სიფრთხილე არ ჰქონდა. ტკივილის გასაგებია, რომ ერთი რომ სიფრთხილე აქვს, მეორე არის რომ კონკრეტულ მომენტში უნდა გამოვწიოთ ხელი მცეცხლისგან თუ ჭრილობისგან თუ ასე შემდეგ. და მესამე ფუნქცია რომ მიგარბენინოს ექიმთან. ექიმთან მიგვარბენინოს უკვე დაასრულა მაშინ უკვე ამან თავისი მისია შეასრულა და შესაბამისად მე უკვე ჩვენი ამბავია რომ გავერკვეთ შინაარსი რა იყო ამ ტკივილის. ანუ სომატური თუ არის ტკივილი, ანუ გვიძლია გადიდებული ტკივა, თირკმელია გადიდებული ტკივა, რაღაცა დაჭირკებული არის სადღაც ფასცია ტკივა, ფურუნკული აქვს ტკივა, პლევრიტი აქვს ტკივა, გასაგებია ეს ყველაფერი არის სომატური ტკივილი, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ არსებობს კოგნიტური ფაქტორები, ემოციური ფაქტორები, ქცევითი, ბიჰევიორული ფაქტორები და სოციალური ფაქტორები. რა არის ეს? კოგნიტური ფაქტორები არის, როდესაც განწყობილი ადამიანი, მე ახლა ამ ტკივილს, ეს ტკივილი მე არ მეკუთვნის, მე უნდა ვიყო, რა ვიცი,
პრინცესასავით 5 ლეიბზე უნდა ვიჯდე და ამ დროს რაღაცა რომ მომევიდა ეს ჩემთვის უკადრისი არის და ამიტომ ტკივილი მისთვის შეიძლება აღმოჩნდეს გაორმაგებული და გასამაგებული. ემოციური ფაქტორებიც ასევე. თუ არის დეპრესიული, თუ რაღაცა მომავალში რაღაცა ასე ვთქვათ ვერ ხედავს ნათელფერებში მის ცხოვრებას, ამით მის ტკივილი ძლიერდება. ქცევითი behavioral ფაქტორები ესეც აი შეიძლება რაღაცა საზოგადოებაში იყოს შეჯიბრი. ვის უფრო მეტად ტკივა და არა მე უფრო მეტად ტკივა, რეალურადაც უფრო მეტად ეტკივება. სოციალური ფაქტორები რა არის? თქვათ ტაქსისტი ადამიანი და ამ ტკივილის გამო დარჩა სახლში და ვერ მეიტანა ლუკმაკურის ფული, ხო? ამით მის ტკივილი ორმაგდება და სამმაგდება. ანუ გარდა სომატური ტკივილისა, რაც არის რეალური, რაც არის მთავარი რაღაცა, რაც ძირითადი არის ემოციური, ეს სხვა დანარჩენი კოგნიტური, ემოციური, ქცევითი, სოციალური ფაქტორები, რომელიც უშუალოდ მოლეკულურ თუ როგორ გითხრათ, უჯრედულ დონეზე, აქსონების დონეზე არ მოქმედებს, ნოციცეპციის დონეზე არ მოქმედებს, მაგრამ ტვინი ესეც თავგეჭდილებას ქმნის და შესაბამისად ეს ფაქტორები არის მნიშვნელოვანი. ჩვენთან როცა მოდის ადამიანი ტკივილის სიმპტომით, გავითვალისწინოთ ეს ამბავი, რომ იმას რაღაცა ასე ვთქვათ, უშუალოდ თითი ნაჭლეტი რო აქვს, გასაგებია, მაგრამ აი ეს ყველაფერი დანარჩენი ჩამოთვლილი კოგნიტური, ემოციური, ქცევითი, სოციალური ფაქტორებიც მოყვება, ამას გავითვალისწინოთ თუ არ გავითვალისწინოთ. უნდა გავითვალისწინოთ და ჩაუთვალოთ რეალურ ტკივილად. ანუ ჩვენ არავის არ დაუყენებივართ არც გამომძიებელად, არც პროკურორად, რომ მისი სხვა ემოციური ფაქტორები განვსაჯოთ და ვთქვათ რა არის მათ შორის რეალური, რა არის მათ შორის ზედდებული. მოდი ნუ ტკივან ვიფიქრებ არ ჭრის ეს ამბავი, ადამიანმა შეაფასა თავის ტკივილი გარკვეული ინტენსივობით და შესაბამისად გვინდა რომ აი ეს კონკრეტული ემოცია, ეს კონკრეტული შთაბეჭდილება, რაც მას აქვს, შეუცვალოთ. ეს ორივე სქემა ერთი და იგივეა, ფაქტიურად იგივეა, რაზეც წინა სლაიდზე გესაუბრეთ, მაგრამ მაინც მინდა რომ ნახოთ, რომ ეს არის მანკიერი წრე, ერთმანეთს ებმის, ერთმანეთს აძლიერებს და საბოლოოდ გრძელდება იმით, რომ ტკივილი ძლიერდება. ანუ ფსიქოლოგიური ფაქტორები, ბიოლოგიური ფაქტორები, სოციალური ფაქტორები ერთმანეთში გადაბმული, აიყურეთ, აქაც ეს სქემა არის. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ბიოლოგიური იგივე სომატური ტკივილია, ფსიქოლოგიური იგივე ვთქვათ განწყობის, სტრესის, რაღაცა თანაგზნობას გამოხატავს მის მიმართ, ვინმე არ გამოხატავს, სოციალური ფაქტორები არის, კულტურული, გარემოში, ეკონომიკური ტაქსის პირო ახსენე, ხო? მოკლედ, ეს ერთად საბოლოოდ შუაში რომ თავი მოიყარა ტკივილმა, ჩვენი განსასჯელი ის არ არის ამ ადამიანს ობიექტური აქვს ეს ტკივილი თუ სუბიექტურია. ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ამ ადამიანს ისეთი ტკივილი აქვს, როგორი ტკივილიც რეალურად, როგორი ტკივილითაც მოვიდა ჩვენამდე. ტკივილის ლექსიკონი ზოგადად ემოციური ფაქტორია, ხო, ტკივილი და ჩვენ გვევალება, რომ მისი ემოცია გავიზიაროთ, თუმცა კი არ უნდა გვეტკინოს, მაგრამ მინიმუმ დავიჯეროთ, ხო? და ზოგჯერ ეს ადამიანი ვერ აღწერს თავის ტკივილს, ტკივა ამბობს და შენ გამოიცანდი როგორ ტკივა. შეიძლება ჩვენგან დასჭირდეს მას წახალისება, რაღაცა ასე ვთქვათ, სპარგალკა, რაღაცა ასე ვთქვათ, სუფლიორი, რომელმაც უნდა გამოგვაცნობინოს, გამოგვაძიებინოს, როგორი არის ეს ტკივილი. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია მოგვიწევს, რომ ვკითხოთ, შენი ტკივილი როგორია, მჭრელია, მოჭერითია, ხანგრძლისებრია, მწველი, ჩვლეტავი, ხრული, მსუბუქი, ძლიერი, სტენოზური, პულსირებადი მოძრაობასთან კავშირში, ან მუდმივი სუნთქვასთან კავშირში, ფიზიკურ დატვირთვასთან კავშირში, სპაზმური, სიმძიმის შეგრძნებით, სიცივის შეგრძნებით, სიმხურვალის შეგრძნებით, ხედველობის ეფექტებით, ფოტოფობიით, აუდიოფობიით, ფესობრივი ნერვული წყვილების გამყოლით. ანუ ესეთი დახასიათებები არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენ თვითონ შევთავაზოთ ადამიანს, რომ მაგალითად მუცელი რო ტკივა ადამიანს ქირურგები ბრძანდებით და რო ჩაეკითხები ხანჯლისებრია ეს ტკივილი თუ ხამრისებრია, ჩვენი ინტერესია რომ იმან გვიპასუხოს. თორე ის ამას არ იტყვის, ის იტყვის რომ მე ძლიერი ტკივილი მაქვს. ხამრისებრი მაქვს და ხანჯლისებრი მაქვს. არ იტყვის 100-დან არც 1% არ იტყვის. ჩვენი ინტერესია რომ მის ტკივილს მივცეთ რაღაცა გამოხატულება, რომელსაც ჩვენ ჩავეჭიდებით და რო ჩავეჭიდებით, ამით ჩვენი გზა გამარტივდება მის გადასარჩენად.
უცხოენა ზოგჯერ ხდება სიტუაცია, როდესაც ვერ ხარდება ვერბალური კონტაქტი და როგორღაც არ არის ცოდვა, რომ ჩვენ თვითონ ვიცოდეთ ამ განყოფილებაში კონდეს გაკრული ძირითადი ის პოპულაციების ენები, რომელიც სიტყვები, რომელიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ და რომლებიც ხშირად ხდება, აქ აღმოწერე რამდენიმე აღრი აზერბაიჯანულია, სომხური, ვიცით რუსული, თულადაც აგერწოდნია რაღაცა ასაკები. მოკლედ, ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ განწყობილი პაციენტისკენ. ჩვენ არ დაუნიშნავთ ვინმეს არც ენის პალატის თავმჯდომარედ, არც პროკურორად, არც მილიციერად, არც მოსაზღვრად. ჩვენამდე მოვიდა ტკივა, ჩვენ ვართ მისთვის ღმერთი და მისი ტკივილი უნდა გავიგოთ. თუ გვექნება საშუალება, რომ გამოვიძახოთ მისი ჩვენი თანამშრომელი, რომელიც ენობრივ ბარიერს მოგვეცნის, აუცილებლად უნდა მივმართოთ ესეთ რაღაცა. გახსოვდეთ სიტყვა ნახევარი მკურნალობა. ეს ქართულად ხსნენია გამოთქმა და ასეთივე გამოთქმები არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ერებს აქვს, სხვადასხვა ფორმით ანდაზები, რომელშიც ნათქვამია, რომ სიტყვა ნახევარი მკურნალობაა. სხვადასხვა. ტკივილის შესაფასებლად ჭირდება პირველ რიგში რა? სიძლიერე, ლოკალიზაცია, სიმძიმე და ხასიათი, ინტენსივობის ცვლილების მიმართულება, კლებულობს, მატულობს. ამაზე ვილაპარაკეთ და ესე იგი ეს არის რომ ექიმებს მიმართ გაჩნდა საჩივრები და ექიმებმა რა უპასუხეს ასე დროს მასმედიამ იცვიდა ექიმებს, რომ შენ უგულოდ მოგწეულ ხარ. პირველ რიგში ჩვენ ტელევიზორში ექიმი თუ რაღაც სკანდალის მიხედვით ჩდება, რას ამბობენ? ბულგრილობა, სამოცინი ბულგრილობა. ნუ ახლა მიდი და დაუმტკიცე, რომ შენ ბულგრილი კი არა, შეიძლება 100 პაციენტზე იმდენი არ გიგენერულია კონკრეტულად როგორც იმ პაციენტზე, მაგრამ იქ გასასვლელი გზები, დილემები, გაცილებით სხვა იყო და ნუ შენ ბოლოს აღგებიან და ბეჭედს დაარქვა, რომ ბულგრილად მოწეულდა. როგორ მოიქცეთ ისე, რომ არავინ დედამიწის ზურგზე ბულგრილობა არ დაგვაბრალოს. მოკლედ ექიმებმა თქვეს, რომ ჩვენ რას ამბობ, როგორ არ მოიქეცი ადამიანურად, მე ვარ ცხოვრებაში ძალიან კეთილი, გულისხმიერი ადამიანი და იქ კონკრეტულ ადამიანსაც მოიქეცი ექიმურად და ჰუმანურად. დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ ეს ყველაფერი რაღაცა ფორმალიზებული ყოფილიყო, რამდენად ძლიერი იყო იმის ტკივილი და რამდენად შესაბამისი იყო შენი მოქმედება. იმიტომ რომ ენას ძვალი არ აქვს, ასე ვთქვათ, ქოთან საიდანაც გინდა მოაბამ ყურს და ნუ შესაბამისად ექიმის ნათქვამი კი დარჩა, რომ გაიმართლა თავი სიტყვით, მაგრამ საავადმყოფო დააჯარიმეს 15 მილიონ დოლარი საბატონო აგერწერია დასკვნა კონკრეტული საავადმყოფოს. და ნუ ამის შემდეგ დაფიქრდნენ, რომ როგორ გამსაზღვროთ ამ სიტუაციაში, როგორ მოვიქცეთ, რომ ესე არ მოხდეს. არც ექიმები დავრჩეთ, ისე იგი როგორ ქვია, არსენალის გარეშე, რომ ვიღაცამ დაგვაბრალოს და იმის მააჯობოს და არც პირიქით პაციენტი დარჩეს ბულგრილი დამოკიდებულების ქვეშ, რომ ექიმი გატრიალდა, არ ახსოვდა მერე რა ტკიოდეს. მოდითო ასეთი საკითხი რომ დაადგა, მოიგონეს პირველად ესეთი სკალა, ტკივილის შეფასების სკალა 10 ბალიანი, 10 ქულიანი. გითხარით წინა საუბარში, რომ მისი პირადი სუბიექტური შეფასების საკითხია ტკივილს როგორ აფასებს. თუ იტყვის 10-ია ჩემი ტკივილი, ანუ დედამიწაზე რა ტკივილიც არსებობს, ყველაზე ძლიერი ტკივილს ახლა მევგზნო, ეს არის 10. ვალდებული ვარ დაუჯეროთ. თუ იტყვის, რომ თქვა 2-ია, 3-ია, ანუ სუსტი ტკივილია, იმასაც ვალდებული ვარ დაუჯეროთ. ანუ ეს სკალა უნდა შეთავაზოთ ადამიანს, რომელსაც ტკივა და მან უნდა თავისი შეფასება თქვას, რამდენი არის, შეიძლება სანახავად არ ვაჩვენოთ, შეიძლება ვკითხოთ, შენი ტკივილი რო წარმოიდგინე, რომ 0 არის არატკივილი, ანუ კარგად ყოფნა, 10 არის მაქსიმალური ტკივილი, შუალედში შენი ახლანდელი ტკივილი როგორია? თქვა გითხრა, რომ ახლა ტკივა 7. მე რო კითხავ, აი ამ ბოლო დროს შენ რამაც მოგიყვანა საავადმყოფოში, ყველაზე ძლიერი ტკივილი როგორ იყო?
თუ გეტყვის რომ აქამდე 3-4 იყო და ახლა მაქვს 7, სულ სხვა რაღაცას იფიქრებს, თუ იტყვის რომ მე 9-ს მქონდა და 10-ს მქონდა, მაგრამ გადამიარა, სულ სხვა რამეს იფიქრებ, ხო? ან სიტყვაზე რაღაც ნაცლაური ჭვალი იყო, ან თირკმლის ჭვალი იყო, რაღაცა მოძრაობს, იქ რაღაც ჰიდრონეფროზი, ხანი ბერება, ხანი ფუშება, მოკლედ, ხო გესმით, ეს ჩვენთვისაც არის დინამიკისთვის გასათვალისწინებელი, რომ ეს ტკივილი ჯერ როგორია, მერე როგორი დინამიკა აქვს და როგორია იქიდან გამომდინარე, მერე ჩვენი მოქმედება უნდა იყოს პირნათელი. კერძოდ ადამიანი როგორ იტყვის, რომ ჩემი ტკივილი არის 7, ერთი საქმე გვევალება, როგორ იტყვის, რომ ჩემი ტკივილი არის 3, მეორე საქმე გვევალება. ზოგ შემთხვევაში, როდესაც თქვათ, შეიძლება ადამიანმა ციფრებზე ვერ გიპასუხოს, ან იმის გამო, რომ ენა არ ესმის, ან რაღაც დემენციური დამოკიდებულება რა მენტალური სტატუსი აქვს, შეიძლება აი ესეთი ნახატების გრადაცია აჩვენოთ და შეიძლება ამან გაჭრას და რომელიღაცა ერთ-ერთ სახეზე დაადოს, რომ მე თქვათ აი ესეთი ტკივილი მაქვს. ოღონდ ეს